Salvებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს მოვედი მე ჩემი ეცი ვიყავით რა თქმა უნდა, სხვათა შორის ვიყავა გუშინაც და ვაგემოვნე თუ გუშინ წინ ზუსტად არ მახსოვს, როდესაც ვიყავი ჩემს ერთ-ერთ გამომწერთან, რომელიც ასევე იუთუბერი არის და მეც ვარ მისი გამომწერი, ბატონი თორნიკე ტატიშვილი. ახალი არხი გააკეთა წარმატების გზა და მან მყავდი მიყვანილი და მივედი და ვისაუბრეთ, ვიჭორავთ ისეთივე ვიდეოები როგორც ეს, ასე რომ შეგიძლიათ ამათ გადახვიდეთ, ნახოთ უყუროთ. ახლა. კარგად გავერთე დატიშასთან გარჩე. მარა ახლა შეიძლება რეალობას რა დაუბრუნდეთ რეალობას. დღეს მე მინდოდა ლაპარაკი რამდენად რთულია იმაზე, როცა ორი ინფლუენსერი ადამიანი არის ერთად და არიან წყვილი. ჩემი და ლენკას გზან იდეაში მინდოდა თიკას და მანდრეინაზე მესაუბრა და მანდან გამომდინარე მინდოდა, მაგრამ ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ იმათ სახელს რო დავწერ მაგის გამო, ანუ ნახვების გამო გამოდის რა ეგრე და საუბარი მინდა უბრალოდ მაგათ ურთიერთობაზე კი არ მინდა საუბარი ბიჭო, ანუ აი ხალხი არიან ორი ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანიანი. სხვა რაღაცაზე მინდა საუბარი მოკლედ და ჯერ მაგამდე ბარემ იმას გეტყვით, რამხელა პრობლემები შეიძლება მოყვეს იმას, როდესაც ორი ინფლუ ერთად არის და ამდენი ბოღმატრიალებს გარშემო რა. მოკლედ, ჩემი და ლენკას ურთიერთობაში იდეაში ბევრი პრობლემა ისაა, რომ ხანდახან დასასვენებლად რო გადიხარ, ხო? აი დასასვენებლად რო გადიხარ და როცა გინდა რომ მარტო შენ და ლენკა ვიყოთ რა. ანუ ეგეთ მომენტებს რო ჩაილჩობთ ხოლმე, მაინც ძალიან ხშირად ისაა რა. ვიღაცები მოდიან, ხვდებიან ეს ყველაფერი მომწონს რა თქმა უნდა, ამაზე პრობლემა კი არ მაქვს, რომ ვიღაცა ადამიანი მოდის, მაგრამ უფრო იშვიათად გრჩება დრო ერთად ყოფნისთვის რა და ეგაა ძალიან პრობლემატური რა. ანუ ერთად რო ვართ, მაშინაც ხალხიც იქვია რა. და ეგაა ძალიან რთული, რო არ მოგატყუოთ რა. ძალიან ზედმეტად რთული არის და ძალიან ბევრი პრობლემა მოყვა იდეაში ჩვენს ერთად ურთიერთობას რა. ხან ის იყო, ხან ეს იყო, არჩი მოკლედ. პრობლემები იცი რა იყო კიდე, ანუ გასაგებია რომ ვიღაცები ჩემი ვიღაცებს შემიქშურთ რა. ანუ მართლა რა, მეც გავიკევდი და მეც შეიძლება შემშურებოდა თქვენი ლენკა შეყვარებულიო ყოფილიყავით, მაგრამ პირადში რო წერთ ხოლმე, პირადში წერენ ხოლმე ლენკას რა, არ ვიცი ვინ არიან, არ ვიცი რა არიან, მაგრამ რაღაცებს წერენ ხოლმე რა ნეგატიურ რაღაცებს, რა აი შენ შეყვარებული ჩემთან დადის და არსად არ დავდივარ, ლენკასთან ერთად დავდივარ 24 შვიდს. ვერავინ მაგ სისულელეს ვერ მოიგონებს რა. ტყუილ უბრალოდ ნუ მტენთ რაღაცებს ძალიან მწვენია კი და ძალიან მიტყდება, რომ ლენკამ შეიძლება რაღაც ეტაპზე მაინც დაუშვას, რომ მე ეგეთ რაღაცს ვაკეთებ. ლენკასთვის კი არა, არც ერთი ჩემი შეყვარებულისთვის არასდროს არ მიხალატია და ეგეთი რაღაცა არც მომსვლია თავში აზრად, იმიტომ რომ არ არის სწორი ჩემი განმსახედიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. Короче, მაშინ ურთიერთობაში თუ ხარ და თუ რაღაცას ღალატობ, მაშინ ვაფშე არ უნდა იყო იმასთან ურთიერთობაში რა, მაშინ და ვისთანაც გინდა იმასთან იყავი, ხო? არავისთან არ იყო ურთიერთობაში და ვისთანაც გინდა იქნება დღეს 17 გოგო გამოიცვალა და 17 კაცი თუ გინდა მაგრამ როცა ურთიერთობაში ხარ, ურთიერთობა უნდა დაამთავრო და მერე უღალატო, კი არა, უნდა დაამთავრო და მერე წახვიდე სხვასთან, ან კიდე, რა ვიცი. თუ ვიღაცას თუ ღალატის სურვილი გაქვს, დაიკიდე მაშინ ურთიერთობა, ესე იგი არა აექსა შენ ურთიერთობა, უნდა წახვიდე. ხოდა ძალიან ბევრი ბოლღმიანი და შურიანი ადამიანი ხან მე ხან იმას რაღაცებს წერდნენ ერთმანეთზე ცუდს და იდეაში განარამე წამით არ შეპარვია ეჭვია ლენკას და არც მე არ მეპარება ხოლმე ეჭვი მე რომ წერენ რაღაცებში, მაგრამ მთავარი თემა მანდ ის არის, რომ მაგდენი სიხშირით რომ მოდის რაღაც მე ძალიან ხშირად იყო რა, მართლა ძალიან ხშირად იყო. სიხშირით რომ მოდის მესიჯი ხო რაღაც ეტაპზე იღლები პროსტა ამ ნეგატივის კითხვისგან რა, იმიტომ რომ გინდა არ გინდა როცა კითხულობ მაგ მომენტში მაინც გაგიფიქრება რომ ვა ეს რა ხდება. ანუ კი არ დაიჯერებ, მაგრამ ნუ ხო გაიფიქრებ და ეს ფიქრი ძალიან ჩაჯდომა იცის და ძალიან ცუდი არის რა მოკლედ. ხო და მე მაინტერესებს რომ აი ეს ხალხი ვინც სხვა ადამიანებს ეგეთ რაღაცებს წერთ ცხოვრებაში რას აკეთებთ ვაფშე, ანუ რითი ერთობით სიამოვნებას რითი იღებთ ვიღაცების ნერვებზე მაშლი თუ არ მართლა ვერ ხვდები რა. ანუ რამდენად არასრულფასოვნების კომპლექსი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ შენ დრო იმას დახარჯო, რომ ვიღაც ადამიანს ნეგატიური რაღაცა უთხრა, როცა შენთან არაფერი პრობლემა არ აქვს იმ ტიპს ვაფშე თავისთვის არსებობს და შენ შედიხარ და შეეყლეო. ანუ ეს სისულელია ხო. TikTok-ზეც მინდოდა მე ლაპარაკა ზოგადად რა. რამდენად ნეგატიურ კონტენტად კი არა ნეგატიურ კონტენტს ფეისად რა ქვია, ბლად, ნუ სოციალურ ქსელად ჩამოყალიბდა, მაგრამ ხმას არ მოვიღებ მაგაზე ჯერჯერობით რა.
და ყველაფერზე არის მაგაზე ხვალ ვისაუბრებ რა, აი ხვალისთვის ჩვენიერი თემა არის. Вообще იმაზე ვილაპარაკებ, რატო დავიკიდე TikTok-ი ეგრე ძალიან მე რა. ეხლა რო დაკიდებული მაქვს, შემიძლია რომ ძალიან მარტივად ყოველდღიურად რო ვიდეოები დავდო. ყურადობა ექნება რა, ეხლა დებილი ბიჭი არა ვარ, შევატყობდით და რაღაცა ისეთ კონტენტს მოვიფიქრებ, რომ მარტივად წაიღოს და ხალხს მოეწონოს რა. უბრალოდ არც შრომა მეზარება და არც სხვა არაფერი, უბრალოდ ფულის საკეთებელ მანქანა შემიძლია მქონდეს ეგ ადგილი რა. მაგრამ არ ვაკეთებ, იმიტომ რომ გავჩი ხვალ ვილაპარაკოთ. ისე ყარანიძე ვასილი 38.41 თეთრის დონაციით შემოვიდა გუშინ საქართველოს ბანკზე ჩამირიცხა და იმედია თქვენი ფულია თუ არ არის თქვენი ფული და შემთხვევით გადმოერცხეთ ან დაუშვათ მამის ტელეფონიდან გადმოერცხა ვიღაცა რამე მსგავსი მომწერეთ ეს 38.41 თეთრი სხვადასხვა ბევრჯერად იმად იყო რა ტრანზაქცია ჯერ ლაერდა 11 იყო მე 2 და 22 3 და 33 4 და 54 და ეგრე იყო და მე რაღაცა გენიალურ თანხებს რიცხავდა რა და ვიცინე გავერთე მაგრამ ანუ ეს ფული თუ დონაცია არის მაშინ მიაწერეთ რომ დაიტოვეთ და თუ არ არის ახლა და ვიღაცა სხვა ადამიანმა დაუშვათ მე მაინც ვფიქრობ რომ ხო არის შანსი რომ შვილმა მამის ტელეფონიდან ქნას თქო და რავი მე ძალიან ამჭირდება დონაცია პროსტა იმისთვის მაქვს რომ თუ ვიზმე სურვილი აქვს გეინდ თუ არა გაქვთ არ ქნათ ხო და დონაცია რა ანგარიშები მაქვს მინდები დონაციები ვერ გავიგე ახლა ვერ გავიგე ქისაჯი გააკეთებო და ქისაჯის გაკეთება რომ დავიწყე სამსახურში ვიყავი რა ეგ მე სჭირო ვნახე სტალკერამ დამიჭერა და მეთქი დავიწყებ თქო გავაკეთებ თქო და სამ გავაკეთე და ისქენი იმდენი რაღაცა მომთხოვეს რომ დავიღალებო მართლა დავიღალე დავანებეთ ხო და გავჩე ეს ფული თუ ჩაიცხა და ეს ყარანიძე ვასილი ვინმე თუ არსებობთ ვინც 38.41 თეთრი დაკარგეთ ანგარიშს და მომწერეთ დაგიბრუნეთ და რა მაქვს პრობლემა უკან გადაიწყოს გავაკეთე ისე მადლობა თუ გინდოდათ ხელი შეგეწყოთ ჩემთვის ძალიან დიდი მადლობა მადლიერი დაგჭით იქ 51 ლარი აგერ 38 ავიწყე ცხოვრებას აი ბოზე კაროჩი კაი ეს ხუმრობით მაგრამ მოდი ახლა ვილაპარაკოთ თიკაზე და მანდრეინზე რა ანუ წარმოიდგინეთ მე ძალიან მომწონდა იქ წყვილი რა ჩემი შეხედულებით ორივე თავის საქმის პროფესიონალი ადამიანი ერთად იყვნენ, ესე იგი ერთმანეთში რაღაცა ისეთი ნახეს, რაც მოსწონდათ, ხო? მე ხო არ ვარ ის ადამიანი, რომ ვიღაცები წერდნენ რომ კომენტარებში რა, ეხა აი თიკამ რო დადო ის ვიდეო, ხო? ძალიან არასწორი კომენტარები ეწერა რა. თიკა you deserve better. ანუ ორი ადამიანი ერთად იყვნენ, მე დაშორდნენ, ორივესთვის ძიმე გადასატანი არის ყველა ვარიანტში და აქ ხალხი გამოდიხარ და you deserve better. You deserve better არა ყვახი ბიჭო. ორი ადამიანი იყო ერთად რაღაცაში ვერ შეეწყნენ, რომ ვერ შეეწყნენ. შეიძლება ანუ რაღაცები არის რომ ადამიანები ერთმანეთს ვერ ეწყობიან და ეს არ არის პრობლემა რა. ნუ 4 და 5 წელი ხარ ადამიანთან და მე რომ განშორების პერიოდი გიწევთ, ხო? ეგ ძალიან რთული გადასატანი არის მიზეზი რაც უნდა იყოს რა და ეხა ქალბატონი თიკა იძახდა რომ არანაირი ხალატი და ისეთი არ ყოფილაო, არაფერი ისეთი რაღაცა არ მომხდარაო რომ განშორების მიზეზი ის ყოფილიყო, მაგრამ რაღაცებში ვერ შევეწყეთო და ეხლა თქვენ ადამიანები გამოდიხართ ვიღაც ადამიანს ამში გგონიათ რომ ამშვიდებთ იმითი რომ ვისთანაც 5 წელი იყო და უყვარს დღემდე მაგრამ დაშორდა რაღაც მიზეზების გამო თქვენ ეუბნებით რომ you deserve better დებილები ხო არიან ან ვინც მაგ კომენტარებს წერენ მართლა ვერ ხვდები ხო ეგ ხო დებილიზმია მეტი ხო არაფერი არ არის ანუ სისულელი არის უბრალოდ რაც აკეთებთ რა ანუ თუ გინდათ რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოთ ან თავი ცუდად დაგზნობინოთ გასაგებია მე რომ ეხა აი მე ლენკას დავუშვათ ღმერთმა გვაშოროს მაგრამ და აი ლენკა მიყვარს და რა ვიცი მე აი რა ვიცი ლემეც და ლენკას ერთმანეთი გვიყვარს ხო რაღაცა მოხდა დავუშვათ რომ აი მე ვარ აი ნასკებს ყრი ოთახში ძირს რა და ერთად რო გადავედით საწყობად ვერ შევეწყეთ ამ ნასკების ძირს დაყრაში რა ის მეჩხუბება რომ ყოველდღიო აგრიფებს ნასკები მე ვეუბნები არა აგრიფავ თქო და აი ეს მივედით დაშორებამდე და ვიღაც ტიპი ვიღაც ადამიანი რომელსაც ვაფშე არაფერი კავშირი არ აქვს ჩვენთან გამოდის და რომელიმეს უგითხრას რომ უფრო მეც იმსახურებ რა ის უფრო მეც იმსახურებ რა გინდა შეჭემა ჩვენთვის ცხოვრობდით პროსტა რაღაცაში ვერ შევეწყეთ ცუდები ცუდია თქო და მაგიტო კი არ შორდებიო ეგ ხო არსად არ გაჟღერებულა არ მithქვამს თიკამ თქო ძალიან ისე არ მინდა რომ ეხლა მართლა რაღაცები პირად ურთიერთობაში ჩავერიო ვიღაცის მაგრამ ორი საყვარელი ადამიანი არიან ერთად არიან ცხოვრობენ
თქვენ რას ფიქრობთ, ვაფშე ყველას კიდია ძმაო. ვიღაცას აჯობდნენ ხოლმე იმაში კიდე. რა ქვია იმას, ჰოლივუდში რომ მაგას რატო ყავს ეგეთი ცოლებიო თუ რაღაც. ვინსენტ კასელს მე მგონი. არ ვიცი ვინა ვინსენტ კასელი, არა, როგორ არ ვიცი ვინა ვინსენტ კასელი. მაგრამ მაგის ცოლი ვინაა, ნახდად არ ვიცი. ვინსენტ კასელი ხო ისაა. რომელიღაც ოუშენის 12 თუ 13 მეგობარში არის ლაზერების იმაში რომ არის ხო ეგ არის მე მგონი ეგ არის ხო ნუ რა აზრი აქვს რა ანუ თქვენი რა გადასაწყვეტი არის რომ ვინ მეც იმსახურებს და ვინ აკლებს ანუ თქვენი აზრის დაფიქსირება არის იქამდე მისაღები ჩემი აზრით ანუ უყურე მე მაქვს ჩემი აზრი მე ვფიქრობ რომ ადამიანმა აზრი იქამდე უნდა დააფიქსიროს სადამდეც სხვის ემოციებს არ ეხება ხო და всё უმარტივესია ცხოვრება და რაღაც შეურაცხყოფელ კომენტარებს წერთ და გონიათ რომ ერთ-ერთს ამშვიდებთ. ანუ მე ვინც მიყვარდა იმ ტიპზე მეუბნებით რომ მე მეც ვიმსახურებ. ბიჭო, 2 დღის წინ დავშორდი. ჯერ შანსი არ არის რომ ამ 2 დღეში გადამყარებოდა. კიდე მიყვარს და შემეუბნები რომ მე ცუდი როჟაო, ვისთანაც იყავიო. ოდა, ძალიან ცუდი ადამიანები ხართ. მართლა ძალიან ცუდი ადამიანები ხართ. თან ეს ვიღაცას ეწერა რომ მაგ ლოკობით თან როგორ იყავი აი ბოღმა აი უნამუსო იყო ბოღმა აი მანდრეინა მაგ გოგოსთან რომ მაგ გოგოს პირაჩი რომ იწეროს უნამუსო იყო გადაყვება ზედ ეს გოგო აი ყველაფერს გაუკეთებს რაც ადამიანს შეუძლია რა ხო ეგეთ რაღაცებს ნუ შვებით რა იმიტომ რომ ძალიან მარტივად იფაქტებით რამდენი დებილი ხალხი ხართ ხო რაზე წამსვლელები ხართ ანუ ეგეთ რაღაცაზე რომ მიდიხართ უკვე ბევრ რაღაცაზე წამსვლელი ხართ ჩემი აზრით და რა ვიცი ახლა მე რაზე გელაპარაკოთ მართლა ვერ ხვდები რა ანუ ძალიან მარტივი რაღაცა არის რომ ადამიანი ეხლა რომ დაშორდა იმას არ უნდა უთხრა რომ ანუ უფრო მეც სიმსახურებდი ან დაიკიდე არ გიხდებოდა და რაღაც სისულელეები თქვენ ფიქრობთ რომ ჩვენ ანუ ვინც აი თიკა და მანდრეინა ვერ აზროვნებდნენ და ისე იყვნენ ერთად და თქვენ უკეთესად იცით მაგათი ურთიერთობა ცუდია რაც მოხდა ორივე წარმატებას უსურვებ თავის გზაზე ორივე ძალიან კარგი კონტენტ კრეატორია გაახაროს ღმერთმა ორივე რაც შეიძლება ნაკლები ნეგატივი კონტენტ ეთყობა ვერ შეეწყნენ უბრალოდ და всё რა აი რატომ უნდა იყოს ვიღაცა აუცილებელი დამნაშავე რაღაცაში მეზიზღება რო ბრაზდები ხოლმე იმერულ აქცენტს ვიკიდებ ჩემს მაგაცებიდან გამომდინარე მაგაცები მყავს ბევრი იმერლები და აი რო ბრაზდები ხოლმე იმერული აქცენტით ვლაპარაკობ ეხლა მინდა რომ იმერული აქცენტით ვლაპარაკო სულ ყველას იქ არ შეიძლება მოკლედ მარტივად რო აგიხსნათ არ შეიძლება ვიღაც ადამიანების ცხოვრებაში ცხვირის ჩაყუფა მეც ეგრე გამომივიდა ეხლა ვიცი მაგრამ მე იმას ვცდილობ რომ ნუ აწუხებთ მეთქი მაგას მაინც ვიძახი რა მიხედავს ყველა თავის თავს თქვენი ეს რაღაც ბრძენობები თავი დაგვანებეთ თქვენ ხართ ის ადამიანები საბოლოო ჯამში მე აი გვინც იქ უწერდა უფრო მეც იმსახურება მანდიდან ძალიან ბევრი მე ვიღაცა ეს გაყვება ცოლად მე დაჩეხავს ის კაცი და ეს იტყვის რომ არა მიყვარსო ვერ დავშორე აი ეგეთი ხალხი არის საბოლოო ჯამში ერთი სამჯერ მქონია ეგეთი შემთხვევა როდესაც ჩუა ქუჩაში ვიღაც კაცმა ხელი გაარტყა ქალს მე იქ რო ვიყავი მარჯანიშვილზე მივდიოდი ქვევიდან რა ეს ლომებიანი ხიდი რო არის მანდან გადავდიოდი მარჯანიშვილისკენ რა და რავი რაღაცა ის არაბული ისენი რესტორნები რო არის მან შემხვდა ორი ქართველი ანუ ერთი ქართველი წყვილი ძოლქმარი და ეს ქმარმა აიღო და ხეთქა რა აი მაგარი ძლიერად გაარტყა ხელი და მე მივარდი და აი სამკუთხედი ამოვუდე იკისერში და ამას ვურტყავ მთელი ძალი რავით რაღაცებს ვაკეთებ რა ვცემ ამ ტიპს თავიდან ვახშობდი და მეც ემაზე გადავედი ანუ არ გეგონთ რომ რაღაც გატყუებთ მართლა აი დედას ვფიცავარ მაგას თუ გატყუებდეთ წამს რა რაღაცას ხო და ვცემ ამ ტიპს და უცებ თავში მოხვდა ჩანთა ძმაო ამ ქალმა აიღო და თავში გამომიქანა ჩანთა და თქვენ მეუბნებით რომ აი სხვის ურთიერთობაში იმენა არ უნდა ჩაერიო კაროჩე ეგაა ჩემი დასკვნა ამას წინათ იყო კიდე ერთი ჩემი ერთი ნაცნობი სადაც ხშირად ვარ ხოლმე იმ უბანში მოხდა რაღაცა ეგეთი მომენტი რომ აი სახეში გაარტყა მე იქ არ ვიყავი ეს ტიპი იყო რა ვისაც ვიცნობ და ეს ავარდა და რასაკეთებო ამ კაცს ჩხუბი დაუწყო და ამ კაცმა ამასაც შეაგინა ეს მოთმინებით იყო შედარებით ეცადა რომ რაღაც განემოხდა სიტუაცია და
საბოლოო ჯამში ისევ ქალზე გაიწია იმან და ამან აიღო და ხეთქა დააგდო და აი იქაც ქალმა ჩხუბი დაუწყო. რა ვიცი ძმა, აი ეგეთი ხალხი წერს, მე მგონია ეგეთ კომენტარებს, რომ აი you deserve better. ოზი. თქვენ რა deserve, თქვენ რა სიმსახურებთ თორე. ვირას იმსახურებს თვითონ გადაწყვეტს. არ არის ეგ თქვენი საქმე. მე ადამიანებს აი მე რაღაც ბოღმა, ყველას ბოღმა აქვს რა. იქ ვიღაცა დაინახავენ რომ აი უყურებ ვიღაცა გოგო არის. დაინახავენ ეს გოგო ვიღაც იდეაში კარგ ტიპთან გაიჩნდება, ცოტა შედარებით. აი მეც ეგრე ვარ რა, არ ვარ რა, მე ისე წარმოსადეგი ადამიანი რაღაცა და ეგეთი რაღაცა არ ვარ რა. აი რა ქვია იმას რა. ძალიან სიმპათიური როჟა მე არა, მე არ ვფიქრობ ეგრე რომ ლენგაგი მეუბნება შენს ლამაზი არავინ არ დადის. ო რა ხმა, ჩემი საერცხის მანქანა უსტვენს. საერცხის მანქანა კი არა. ლენგაგი მეუბნება სულ ყველაზე სიმპათიური არსება ხარ, რაც კი მინახავს დედამიწის ზურგზე, მაგრამ ნუ ეგ ლენგას თვალებიდან ეგრე ჩანს, შეიძლება, მაგრამ მე არ ვფიქრობ რომ რავი, ძალიან ლამაზი ვარ ან რაღაც სიმპათიური ვარ ან რამე ეგეთი. ხო რა. ჩემთან შედარებით მე ვფიქრობ რომ ლენგა ჩემთან შედარებით ბევრად ლამაზი არის და ამაზე ვინმე რო შემედავოს პროსტა მე ვფიქრობ რომ გემოვნო უნდა იყოს ხო და აქედან გამომდინარე ხა პროსტა მე მაქვს ჩემი რაღაც დადებით თვისებები რომლებიც ესე თქვენ შეიძლება ვერ დაინახოთ და მაგ თვისებების გამო რომელსაც ყოველდღიურ ურთიერთობაში ვაჩენ ლენგასთან მაგის გამო ვართ ერთად ჩვენ და ჩვენ შეგვუყარდა ერთმანეთი მაგ რაღაცების მაგის აქციელების გამოხატვის საფუძველზე ერთად ვართ და ამ დროს ვიღაცა ტიპი გამოდის და ლენგას უწევს რომ იმ მახინჯთან რა გინდა შენ დედა შევეცი რა უნდა შევინ გეკითხება თან მათ მე ვერ ხვდები მართლა ვერ ხვდები როგორი კატეგორია წერს იცი ხო არიან კატეგორიები ვისაც ამ გოგოს სილამაზის შურთ და კაი ბიჭი ყავთ გვერდით და ამ გოგოს ეუბნებიან რომ არა ნუ ხარ ბედნიერი ეგ ბიჭი არ გიხდება ხო და არის კიდე მეორე კატეგორია ვისაც ჩემი არ ვიცი რატომ არა შეიძლება მე მევასებოდი და მაგის გამო უწერს რომ მე თავისუფალი ვიყო რომ მე რაღაცა ყლეობები მომწერონ როგორც მწერდნენ ხოლმე როცა თავისუფალი ვიყავი და რა ვიცი ძმაო რა გინდათ რა გითხრათ რით გაგახაროთ მართლა არ ვიცი არაფერი დაანებეთ ქალბატონ თიკასაც თავი თუ შეიძლება დაანებეთ ბატონ გიორგისაც თავი ორივე როგორღაც მიხვდება კი მიხედავს თავის თავს და თქვენზე ბევრად ისინი იქნებიან რა რაც უფრო თავს დაანებებთ, მით უფრო კარგად იგრძნობენ თავს, ჩემი აზრით. პირადი ურთიერთობები მაგით არ მომწონს საჯარო ურთიერთობები. მე და ლენკა კი ვართ, მაგრამ ჩვენ პროსტა, ვიცი, მე ხო ხედავთ როგორი ურთიერთობაც მაქვს თქვენთან. ეგრე ჩანს ალბათ ჩვენი ურთიერთობაც რა, აი მეგობრები ჩვენ ვართ წყვილი, რომლებიც თქვენ ხართ ჩვენი მეგობრები და ეს გიზიარებთ ყველაფერს. მაგით არის ის რომ მინდა ხოლმე რომ ძალიან ბევრი ნახوار დააგროვოს ვიდრე რომ და აი 1200-ზე რო ადის მიხარია რომ 1200 მაგაცმა ნახო. ხო და არ არის რა ის. არასტორია. ყველანი არასტორები ხართ და ვაფშე აი თქვენი ტრაკის საქმე რაც არ არის იმაში არ უნდა ჩაერიოთ რა უმარტივესია ცხოვრება და. ძალიან დიდი მადლობა ვინც ამ ვიდეოს უყურეთ და ლაიქეთ ვიდეო თუ გინდათ თუ არ გინდათ არ დაალაიქოთ ცხოვრება თავისუფლებით აღსავსე უბრალოდ ის მაინც შეეცადოთ რომ ვიღაცებს შეურაცხყოფათ ყოველუბრალოდ არ მიაყენოთ და შეარგოთ ის ცხოვრება რაც გააჩნიათ всё მორჩა მაგაზე მეც და კარგს ვერც თქვენ გეტყვით და ვერც ვერავინ ვერ გეტყვით სხვა და მიყვარხართ მე პირადად ჩემი გამომწერები უბრალოდ ეხა ისეთ დიალოგში ვიყავით თითქოს იმათვე ლაპარაკებოდი ვისაც ის კომენტარები ეწერა და მაგაზე არ გამიბრაზდეთ არ გეგონოთ რომ თქვენთან აქვს რა რაღაც ეგეთი კომუნიკაცია იმიტომ რომ თქვენ ძალიან მიყვარხართ სულ ყველა ადამიანი ვინც კი ჩემს ვიდეოზე დროს ხარჯავს მე ვაფასებ მაგ ადამიანების იმას დროს და მე ძალიან მიხარია რომ შეუძლიათ რომ თავიანთი თავისუფალი დრო ჩემზე დახარჯონ და მაგითი სიამოვნებას იღებენ. თუ თქვენ ერთი ადამიანი მაინც მიიღებთ სიამოვნებას, მე ყოველთვის აქ ვიქნები. აქ რა, ნუ სხვა ოთახებიდან. ой, საბერძნეთში მივდივართ მე და ლენკა 20 აგვისტოდან 26-მდე. და გილოცავთ. G2G დაითრია 15 წელი ბილეთი ფეხბურთისთვისაც წავალთ თურქეთის ხვალ კიდე ბულგარეთი კი ხო ბულგარეთი ყავს ბულგარეთის ბილეთებიც უნდა დავიცვლიან განძრეული
ტიკეტები ჯის, კიდე თუ ბილეთები ჯის თუ რაც არის ეგ საიტი, თუ შეიძლება რომ რაღაცა ნორმალური აიტი აიყვანეთ, დავიღალეთ, მოგვიტყნა ტვინი ერს. მადლობა დიდი, კარგად ბრძანდებოდეთ.